გამარჯობა. მოგესალმებით კიდევ ერთ ვიდეოში ის არხზე. მე ჰუბერტი მქვია და დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი სათყვარა, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ასეთი თევზების დაჭერას. და ეს არის ლარგო. როგორც თავადაც ალბათ ხედავთ, გთავაზობთ ფართო არჩევანს სათყვარების სწრახის დასაჭერად, თუმცა ეს სათყვარები ასევე ეფექტურია ქლენის, თეთრი თევზების დაჭერისას და ასევე არატრადიციულ ფორმატებში, როგორიცაა. ანუ მეთოდი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ გთავაზობთ სათყვარებს არა მხოლოდ სწრახის ტრადიციული თევზაობისთვის, არამედ ასევე უნივერსალურად სხვადასხვა მეთოდებთან მისადაგებლად. ანუ რეალურად, როცა ასეთ ქილას ყიდულობთ, შეგიძლიათ თევზაობა სხვადასხვა სტილში სცადოთ. დღეს მინდა გაგაცნოთ. ამჟამად გვაქვს 2 ზომაში, მაგრამ უკვე ვამზადებთ მესამე ზომასაც. 30 და 35 უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს ასორტიმენტში. ამის წყალობით შეგვიძლია მოვერგოთ იმ თევზებს, რომლებიც კონკრეტულ დროს ჩვენს წყალში იკვებებიან, ასევე იმასაც, რაც ამ წყალშია. რაც მნიშვნელოვანია, ეს სათყვარები ასევე წარმოდგენილია 4 გემოთი: უგემოვნო, ყველის არომატით, კრილის და ნიორის. ამის წყალობით თითოეულ მეთევზეს შეუძლია თავისი პრეფერენციების მიხედვით შეარჩიოს სასურველი გემო და იმ გემოზე ითევზოს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს. ახლა კი უფრო ახლოდან დავაკვირდეთ. საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელი ჭიაა. საკმარისია სწორად დაამაგროთ იგი. დამაგრების მეთოდს ასევე გაჩვენებთ ჩვენს კატალოგში, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე. იქ ჩვენ არა მხოლოდ ვაჩვენებთ დამაგრების პროცესს, არამედ გირჩევთ, როგორ შეარჩიოთ სათავეები და კაუჭების ზომები, რათა ეფექტურად ითევზაოთ ამ ტიპის ჭიებით. მაგრამ რა არის მაგარი? სინამდვილეში აქ არ არის საჭირო დიდი გართულებები. ჩვეულებრივი ჯიგის სათავე. მე პირადად ვამჯობინებ ვოლფრამისას უკბეჭო კაუჭებზე და ასე შეგვიძლია ეფექტურად დავამუშაოთ თევზაობის ადგილები. ვაგდებთ ოდნავ ზევით ჩვენი პოზიციიდან, რათა ეს ჭია მსუბუქი ტვირთით ლამაზად ჩაიძიროს და ამის წყალობით შეგვიძლია ეფექტურად დავიჭიროთ ისეთი თევზები, როგორიცაა ქლენი, კალმახი, ცისარტყელასებრი კალმახი, მაგრამ ხშირად სხვადასხვა თევზიც გვხვდება, მაგალითად ისეთ მდინარეებში, როგორიცაა ოდრა. ასეთი სათყვარით უპრობლემოდ შეგვიძლია დავიჭიროთ ბარძანიც. ახლა ნახეთ, ლარგოს აქვს კარგად გამოხატული ფეხები ქვედა მხრიდან და ზურგზე მთელ სიგრძეზე ამოღრმავებული ელემენტი. ეს იწვევს იმას, რომ სინამდვილეში ეს სათყვარა, როდესაც მას ვამუშავებთ ჩვენი ანკესით, შესანიშნავად იზიდავს თევზებს შეტევისთვის, განსაკუთრებით იმ სპეციალური მასალის წყალობით, რომლისგანაც ის არის დამზადებული. ეს არის იდეალური კომბინაცია სხვადასხვა სახის თევზის დასაჭერად. დამატებით, ნახეთ, რამდენად ელასტიკურია და ასევე გამძლეა მექანიკური დაზიანებების მიმართ. მალე გაგიზიარებთ ერთ ხრიგს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ასეთი სათყვარა, მაგალითად ტიპის თევზაობისას უპრობლემოდ იმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ სათყვარის დახვევისას. აქ უკვე მზად მაქვს ვოლფრამის პატარა თავი და ბუზის ანკესი, ასეთებს ვამჯობინებ, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვახსენე, დეტალურად არის აღწერილი ჩვენს კატალოგში. ნახეთ, რეალურად ამ სათყვარას 3 სხვადასხვა გზით შეგვიძლია დავამაგროთ. პირველი მეთოდი, რომელსაც მე ვიყენებ ტიპის წყლებში. ეს არის ამ ჭიის ძლიერად მოხრა, რომ ბანანის ფორმა მიიღოს. ამის წყალობით, რასაც მალე აქვე აკვარიუმში ნახავთ, ეს სათყვარა ტრიალებს და ბრუნავს. ეს ასევე ძალიან კარგი მეთოდია ქლენის დასაჭერად. იმ მომენტში, როცა სათყვარას გადავაგდებთ და დავიწყებთ ჩვენი ძაფის ან ბაწრის მოხოვას ისე, რომ მუდმივად დაჭემული იყოს, ეს ჭია ლამაზად ირწევა ფსკერზე და სწორედ ასე იზიდავს დიდ ქლენებს თავდასხმისთვის. მაგრამ ამ ჭიის დამაგრება მეორე გზითაც შეგვიძლია. ანუ სუსტად ისე ვარჯობთ კაუჭს თავიდან, მაგრამ შემდეგ ზურგის მხრიდანაც ვატარებთ. ამ შემთხვევაში უფრო ბრტყელი შეერთება გამოდის და ამის წყალობით შეგვიძლია ასევე ეფექტურად დავიჭიროთ როგორც ქლენი, ასევე კალმახი. მხოლოდ ისაა, რომ ამ დროს სათყვარას მოძრაობა უფრო ნაზი და ფაქიზი იქნება. ამით შეგვიძლია უფრო ფრთხილი თევზების დაჭერაც. და მესამე მეთოდი საკმაოდ არატიპური. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ის სათყვარა, რომელიც ასეთ კომბინაციას გვაძლევს. ეს არის კაუჭის გაყვანა მეორე მხრიდან,
ანუ ჭიის ბოლო ნაწილიდან და ამ გზით სათხოვარა წყალში სრულიად განსხვავებულად მუშაობს. ახლა კი დაახლოებით აქ ხედავთ 30-იანს. აქ პატარა უსპიკე კაუჩს და ვოლფრამის თავსაც. აქ არანაირი დიდი სირთულე არ არის. ამ სათხოვარას რამდენიმე სხვადასხვა გზით შეგვიძლია გავუკეთოთ კაუჩი. მე ამას ყველაზე ხშირად ასე ვაკეთებ. დამზადა. არ არის საჭირო სათხოვარა ძალიან შორს გავარჯოთ, რომ ზედმეტად არ გამკაცრდეს. ყოველთვის, როცა ამ სათხოვარას ძირს დავარტყამთ, ის აქ კიდევ უფრო კარგად მუშაობს ამ კუდით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასე არ ჩანდეს. და რაც კარგია ეს სათხოვარა, როგორც უკვე ვახსენე, მინიმუმ 4 ეფექტური აწყობის მეთოდი აქვს. ახლა კი ვნახოთ, როგორ იქცევა ის წყალში. მოკლედ იმედი მაქვს, რომ ამ მასალის ბოლომდე მიხვედით. იმედია თქვენც მოგეწონათ სათხოვარა, სახელად ლარგო. დაიმახსოვრეთ ის ხელმისაწვდომია ორ ზომაში, 4 გემოს ვარიანტით, 20 მტკიცებულ და ეფექტურ ფერში. გამოცდილია კალმახზე, ქაშაპზე და სხვა თევზებზეც. თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ ჩვენს სათხოვარებზე, აუცილებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს. იქ ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩვენი კატალოგი, სადაც აუცილებლად პასუხს იპოვეთ თქვენს მრავალ კითხვაზე. დამატებით გეპატიჟებით ჩვენსზე, ზეზე და ის ანგარიშზე. მოგვიანებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.